ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში ფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა ცაგერში, ლენტეხსა და ონში უკვე დასრულებულია. ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაიცნო ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკა მირანაშვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ჯამში 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. მეტყევეების და ტყის მცველების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი ტექნიკური გადაიარაღება წარმოადგენს გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტს. ამავდროულად არის სატყეო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ამ მიმართულებით სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს. ჩვენ დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს ჩვენი მეტყევების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში და ამ კუთხით სამუშაოები კვლავ გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.